ჩამოვედით ესპანეთში, დაუბრუნდით ჩვენს რუტინას. თუმცა რაღაცნაირად თითქოს თავის იზმარში მგონია, იმიტომ რომ ყველაზე რეალურად საქართველოში გრძნობ ხოლმე თავს. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ძალიან კმაყოფილებით ჩამოვედით, დასვენებულები, განტვირთულები. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ სვანეთის ტური ვერ გაიმართა, უამინდობის გამო და რომ ვერ შეივსო. გვაკლდა რამდენიმე კაცი და ამიტომაც ვეღარ წავედით. ცოტა გული დამწყდა, მაგრამ არა უშავს. შემდეგისთვის აუცილებლად მოვახერხე. აქ მოდივარ ხოლმე სარბენად დილაობით. ესეთი რაღაც მოტიტლებული ადგილი არის ჩემს სახლთან ახლოს. სადაც ძირითადად ძაღლებს ასეირებ. ედეხა დიდი ვერაფერი, იმიტომ რომ მარტო სარბენად მივდივარ, მაგრამ შემორჩენილი მაქვს საქართველოს კადრები, რომელიც სხვა ვიდეოებში არ გავიდა. ასე რომ აი ამ ვლოგში შემოგთავაზებთ იმ დარჩენილ კადრებს, რაც საქართველოში მაქვს გადაღებული. გამოვედით იუსტიციის სახლიდან ამ წუთას, შევიტანეთ განაცხადი ქორწინებაზე. კი და ძალიან გუხარია. აღარ ჯერ უნდა დაველოდოთ, ჯერ განაცხადი შევიტანეთ და მას რამდენიმე დრო სჭირდება და სანამ როდესაც მზად იქნება, მე უკვე მოვალთ ხელის მოსაწერად. და ეს არის ჩვენი მოწმე. გამარჯობა. კაი ბიჭი. ბეკუნა ჯადო. სიყვარული. ეს არის ჩემი მოწმე და კიდე ერთი მოწმე გყავს, რომელიც მე შემოგვიერთდება. და წინა წელს ვიყავით ჩამოსულები. მაშინ გქონდა ჯვრის წერა და ეხა ჩამოსვლაზე ვართ, უკვე ხელს ვაწერთ. ყოველ წელს რაც შეიძლება უფრო უნდა მოვიახლო ჩემი სიცოცხლე. სად ვიყოფებით ნათქვამი გვაქვს? იუსტიციიდან გამოვედით ეხა? რა იუსტიციიდან? გურჯანი. ხო, გურჯანი. მეატრიალე გურჯანი დაანახე. ესეც ჩვენი გურჯანი. რა არის? მიკროფონი რა არის? რას ვიტყოდი და ძალიან მიხარია დღევანდელი დღე. ნამდვილად დღის შესანიშნავი დღეა. ოფიციალურად ქორწინდებით, გილოცავთ, გისურვებთ ულებს სიყვარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლის ბოლომდე თქმილად შებერებულიყავით ერთმანეთს. გაკოცე გენესვალე შემოგევლე, ეს იყო ადამიანი, რომელიც აქ ჩაიარა და სულ შემთხვევით გავაჩერეთ. პაპას ბაღში, ხო? კი, ეს არის პაპას ბაღი, რომელიც ერთი წლის წინ გარემონტეს, რეაბილიტაცია ჩაუტარეს, ახალი სკამები, ქვაფენილი, ბუნებრივი. სხვათა შორის ძალიან ლამაზი არის მომწონს, იმიტომ რომ სუფთად არის აშენებული. არის გაკეთებული, კი, ნამდვილად. კი. ზაფხულობით აქ ძალიან ბევრი ხალხი იყრიბება საღამოობით. კაფეც არის, შეგიძლია დაждდეთ ან ლუდი დალიო, ან ყავა დალიო. ჩემ ბავშვობაში მახსოვს, რამდენჯერმე მოვედი აქ და სულ სხვანაირი იყო მაშინ. თუმცა მაინც იყო ხოლმე მაშინ ხშირად მოდივით ხოლმე ბავშვებთან ერთად, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ საერთოდ სხვანაირი იყო მაშინ. და განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება და კარგად გააკეთეს. კი, მომწონს. მოწმე არის. აი ეს არის კაცი თავის ხაიხა ნაცნობები იქ. აჰა. ბაგიშას უყურებს, მეც მაინტერესებს. იქ რომ მივიდოდი ჩასასხმელად, ვიღაცამ გითხრა, დაიშო. ჩვენ გადმოვედით, მეთქი რა დაიშო, არაფერს არ დაუშვია. წავნახოთ. მოდი. ნუ მართლა დაიშო. აი, მომწონს რა ვქნა. ასევე არის გამოსულები ვიყავით ჩვენ გარეთ, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოვასწარით, ქართული ბანკის ანგარიშის გახსნა, მინდობილობის გაკეთება და ყველაფერში ყველგან დიდი სისწრაფე, დიდად კმაყოფილები, ყველაფრით ძალიან მოხიბლულები ვართ. და ეხლა ბრუნდებით ისევ იუსტიციაში. სხვადასხვა საკითხების მოგვარებაც გჭირდება ქორწინების გარდა. ხო და თან ნახავთ, უკვე თუ შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი, იმიტომ რომ შეკვეთა გაკვეთებული არის. ჩვენი მოწმობაც უკვე დამზადებული არის და ვილოდებით ეხლა რომ მოვაწეროთ ხელი ეს ჩვენი მოწმე. ზაზა ზადიგაშვილი.
მეორე მოწმე ბექა ეს წეღაშორიდან გაგაცანით მაგრამ ეხა ახლოდან გაცნობთ ხო და ჩვენი სიძეც ბალი ამთავრებს თავის საბუთების მოგვარებას და შემოგვიერთდება პატარძალი აქ არის უკვე აქ მოვაწეროთ ხო რაგულა ეხა შენ მოაწერე ხელი მაინც მიგებ მეთქი მაგრამ რა ვშავ ჩარაჩაჩან ეს ის ჩვენი ქორწინების მოწომა ოღონდ სარიელია მარა იცის ჩაგვიდებენ 14-ში იქნება მზა ან იმიტომ რომ დავტოვეთ რომ ბარემ გადავათარგრინოთ და დავა აპოსტილი გავუკეთოთ და და გვაქვს ჯერჯერობით ანუ წინ მივიწევთ ხარდა იყო შევიცაცები აი და გადარჩენსაც გვექნება რა მომავალში არა უშავს ხო და ახლა გურჯაანში დავტასაო სხვათა შორის ძალიან მომწონს გურჯაანი, იმიტომ რომ თან პატარა ქალაქი ხომ არის. ხალხი ძალიან კეთილშობილად განწყობილი, ყველანაირად გეხმარებიან, თუ რამე გჭირდება, ზედ გადამოყვებიან, აგიხსნიან და გაკვალიანებენ. რა ვიცი, ძალიან თბილი ხალხი არის, ყურადღებიანი. მარტო ხალხი არ თვითონ ქალაქი ძალიან ლამაზი არის, მშვიდი. ასე რომ თუ არ იცით საცახუდეთ საქართველოში, მოდით გურჯაანში, გავი ხელგაშლილი მიგიღებთ. დავითი მიგიღებთ ხელგაშლილი ყველას პირადად. მოდით აქ მაგარი გულავი და მთელი ამბები. პაპას ბაღი ხონე. შენ სხვათა შორის არ გინახავს ახტალა. ისეთი ლამაზი ადგილი არის, მე ბავშვობაში მახსოვს, ერთი-ორჯერ ვიყავი მისული, აი ღრმა ბავშვობაში. და სხვათა შორის კიდე მინდა მივიდე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილი არის, ბევრი ხეები, სიმწვანე და ამოდის ცხელი ტალახის აბაზანები. ანუ თვითონ ახტალა არის ის ადგილი, სადაც ცხელი ტალახი ამოდის, რომელიც სამკურნალო არის და ძალიან ტურისტული და კურორტი იყო, ანუ ადრე ხა აღარ ვიცი როგორი სიტუაცია არის მან, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია სხვათა შორის. კახეთიდან ისე ვერ წავედით, რომ არა მოსულიყავით ყვარელში ილიას ტბაზე. და დღეს აი აქ ამოვედით ასეთ სილამაზე ადგილას. და დაგათვალიერებინებთ ამ შვენიერ ილიას ტბას. ვოცნებობდი ისეთ ადგილას მოხვედრილიყავი, სადაც ფეხშველა შემეძლებოდა გავლა. და ესეც ის ადგილი. ბიჭებმა დამტოვეს და წავიდნენ ცივი სასმელების საძებნელად. მაგრამ მარტოც მშვენივრად არ ამ ადგილას ისეთი სილამაზე არის და საყვარელი ადგილი, რომ სულ არ მოიწყეს ადამიანი. გურჯაანის თვაკი გაგიმარჯოთ ყველას იმათ, ვისაც სურს აი ამ ადგილას ყოფნა და არ შეუძლია. გურჯაანის ნაყინით. კაი, ვისაც სურს და შეუძლია და აქ არის? იმათაც ჯანდაბას გაგიმარჯოს. ხო, უჭველი ბექარი. კი, ბექარი. მიერკერარი. დავსვი. იცოდი ესეთი დამპარი რა იყავი. იქ გამაქანე. იქ გამაქანე უკან საქანელაზე. ხო. წამ. დავსვი კაი. აი დამის. ნუ მაწალებ. მე ჩამ. ვერ წდები. ისე ჩამოდი მე რა როგორ. ფერებში ეხამები, ხო იცი მაგ საქანელას? აი, გარი, კაი ცხოვრება, Life, this is the tugla. ჩაგიყვა შენ ისევ ესპანეთში და მე მაგარი იყო ძა. აი როგორ თქვა, თქოს აი ერთ სიცოცხლე შეგემატაო. ისა ტალახიან გაკდაჯექი? ტალახიან გაკდაჯექი? აი ხალხი. ხო და გაგიტალახიან და ჩახტი კიდე რომ გასაგაში იმასაკნეს. გაირეცხოს. ავედით ველოსიპედებით სასიიგნოთ. რომ უნდა დავგრუბოთ ეს ილიას ტბა. იქით უფრო ლამაზი ხედები არის კიდე.
იღლები. ძალიან მაგარია. მომწონს. დაალაიქეთ. მოდი, ხა გინდა შევეჯიბროთ ვინ სწრაფად? არა ვიცი, მაინც შენ მომიგებ. შემიძლია მეტიც მეფხეშთ. თუ გინდა რომ მიახლოებით. ხო არა. ისე გქონდეს. მიკი კოები. ნახე როგორ ცოხანი. აი, არასდროს დავიღლები აი ამ სილამაზეების ყურებით და ტკბობით. ღმერთო რა ლამაზია. კავკასიონის თეთრად დაფარული მწვერვალები. და როგორ არ ტყავს მზის შუქი. აი მე რა საყვარელია ღმერთო. ბავშვობაში მყავს და ნახე ერთხელ. აუ არაწიო. გულო, აი მანქანა გადაულის. მაგრამ სადასვა? მანქანა. ვაი მე საყვარელი. აი მე როგორი გაპაჭკა ფეხები. სიცოცხლე იქნები იქით უნდა გადასვლა, რატომ მიყავს აქ? იქ ღობე არის, ვეღარ წავა. ხო, მაგრამ იქით შეიძლება, აგა იქით იქნება, იქ უნდა ჩასვლა. სად მიყავს? ვეღარ წავა. სიცოცხლე ფეხებს როგორ აფხლაკუნებს. აგა იქიდან გადავა. მე ამორ არ უნდა მად მისვლა. უნდა კაცო. რა იცი რა უნდა და სულ გზაურიე ვაფშე შენ იქით. ამას ჭირდება გზა. ეხლა იქ ვერ ჩავა, მანქანა გამოვიდეს და არ ტყავს და შიო. აუ ლაი ჩანკვანენია. მაინდა უნდა გაგაძლიერო, ხო? ნახე. რა ისაყვარელი ყუა. მიყვარს. აუ აქ რო ცხოვრობდით სახში წავიყვანდი. ოი! რატოს ჩელენდა? ზანდა ჯანდუბიშვილს აუვარდოს ახო. ეს ერთი გაწვიდე. როგორ ვერ დავინახევი. ცოდუა. დედა. შამაგარია. მოდი აქეთ. ბალი. ეს როდის გამოიღოს ნაყო? კაი რა სამბობ. ეს როგორ ვერ დავინახე. რა არის, რაღაც ეს ხომ შეიჭამოს. ნახე. ბიჭო. იგი წავედეთ შემდეგ გადავიდეთ. შემდეგზე გადავიდეთ. აუ იმას იმენასხია. აუ, კაი რა სამბობ. ერთი წამით. ეს ბალი ხა ეს 2 დღისა, იმიტომ რომ 3 დღის წინ არ იყო ეს. არა, თუ ეგრევე დაფიქსირდი რა წიფელია. აბა მაქედან შეხება. ნახე მაღლა. მოწვიდე და ჭამე. არა, ეს როგორ უნდა მოხდეს? რა სამობიო. მოდი. აუ გულო ერთი ჩაიდე, ვაიმე. კაია. ერთი ჩაიდე გეხვეწები. ჭამე გულო. ხალხო, აი ამაზე არის ნათქვამი, მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი.
რა ლამაზად ჩანს კავკასიონი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რეალურად რა ლამაზი არის. აქ კიდევ ვერ აღიქმება ის სილამაზე.